გამარჯობათ მეგობრებო, ჩემო ლამაზო პატრიოტებო, ისევ ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებით, ჩვენ ყოველთვის მოგელოდებით და ამ დღეს ორშაბათ დღეს საკმაოდ ისეთი დღეა ორშაბათი, ესე იგი ჩვეულებრივი დღე ასე ვთქვათ და სკოლაში რო ვიყავი ყოველთვის მეზარებოდა ხოლმე ორშაბათი დღის გათენება და ესე იგი თავიდან დაწყება კვირის შემდეგ, შაბათის შემდეგ, ესე იგი ბავშვები ასე თქვენს ალბათ გახსოვთ ეს ორშაბათი დღე როგორი მძიმე დღე იყო, მაგრამ ჩვენ ეს გადაცემა გვაქვს და ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა, პატრიოტებთან შეხვედრა, ჩვენ მამულიშვილებთან, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან, დიდ ქართველებთან, ნამდვილად დიდ მსოფლიო მოქალაქეებთან. იმიტომ რომ თქვენ პირად დროს რო გამოყოფთ ამ ორშაბათს საღამოს, როდესაც ესე იგი სამსახურიდან ბრუნდებით სახლში, ეს არ არის პატარა საქმე, მე გააზრებული მაქვს კარგად, ეს არის საკმაოდ დიდი, ესე იგი განაღები თქვენი მხრიდან და ჩვენ შევეცდებით, რომ ესე იგი არა მარტო პრობლემები დავსვათ, არამედ საერთოდ ეს გადაცემა იყოს ოპტიმისტური, გადაწყვეტის გზების დავსახოთ და ერთად ვიმჯეროთ, აი ერთი დარბაზობა გავაკეთოთ. მე ასეთი ოცნება მაქვს შემეგობრებთან ერთად, რომ იმის გამო რომ არ ხერხდება გაერთიანება კონსერვატულ ძალებში დღემდე არ არის ეს დაახლოებები, რომელიც სასურველია საზოგადოების მიერ. რაღაცა დარბაზი მაინც შეიქმნას, სადაც ყოველგვარი პირობის გარეშე დაჯდებიან პატრიოტები და ერთად ისაუბრობენ საჭირბოროტე საკითხებზე. ცნობადი სახეები, არაცნობადი სახეები, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პატრიოტს შეიძლება განურჩევნად ეროვნებისა და განურჩევნად ასაკისა და სპეციალობისა და სამსახურისა მოსვლა ამ დარბაზში და თავის გულის ტკივილი თქმა, რომ როგორ უშველოთ ჩვენს ქვეყანას, როგორ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორი უნდა იყოს, ესე იგი, როგორ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა, რომ სხვა ქვეყანაზე ნაკლები ქვეყანა არ გქონდეს და ჩვენს გვიამოეყებოდეს აი ამ ჩვენ სამშობლოში ცხოვრება. დღეს ესეთი დღეებია, სახალხო დღეებია და მე ჩვენ გადაცემის სათაურიდან გამომდინარე ჩვენი გადაცემის სათაური არის წმინდა ილია მართლის გზით. და ჩვენი წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე, დიდი ილია ჭავჭავაძე, მას სკოლაში გვასწავლიდნენ ჩვენ, არ ვიცი ხა რა დოზით ისწავლება სკოლაში, მაგრამ მაშინ საკმაოდ ისეთი პატრიოტული მუხტის მატარებული იყო ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესწავლა. სადღაც მე ვფიქრობ, მე-7 კლასში გვასწავლიდნენ ილია ჭავჭავაძეს და გვაკითხებდნენ ოთარა ქვრივს მის ლექსებს და ძალიან დიდი მუხტის მომცემი იყო ის აი ამ იმ ძველ კომუნისტურ, ესე იგი ზასტოვის პერიოდში, ზასტოვის პირობებში. ჩვენ ვიყავით სკოლის მოსწავლეები, ესე იგი ბრეჟნევის ეპოქისა და მაშინ აბსოლუტურად არავითარი მზის სხივი არ იყო ეროვნული კუთხით, ყველაფერი ეროვნული, ესე იგი ეროვნულზე ლაპარაკი ესე თამამად არ შეიძლებოდა და გულს გვითფობდა და სულს გვითფობდა სწორედ ჩვენი ქართული თეატრი, ქართული კინო და ისტორიაზე გადაცემები თუ რამე იყო ტელევიზორში და სკოლის ეს გაკვეთილები, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ისტორია ძალიან ესე იგი ხალვათად ისწავლებოდა. იყო წიგნი, რომელზეც რატომღაც მასწავლებლებს ყოველთვის მაშინ აუტყდებოდათ ხოლმე რაღაცა საუბრები და პრაქტიკულად აი ამ ისტორიის გაკვეთილის, რომელიც ჰქონდა კვირაში 1 საათი, აიყენებდნენ ხოლმე რაღაცა ხან ჟურნალს ავსებდნენ, ხან რაღაცა ზოგადი საუბრები იყო და პრაქტიკულად არ ტარდებოდა და მე და რამოდენიმე მოსწავლე ვიყავით ჩვენ ასე ვთქვათ, ბავშვები, რომელსაც გვაინტერესებდა ეს ისტორია და ვლაპარაკობდით ხოლმე საქართველოს ისტორიაზე და ვკითხულობდით, საკმაოდ საინტერესო წიგნი იყო, მახსოვს ეგეთი სქელტანიანი წიგნი იყო და იქ იყო ისტორიული ნარკვევებიც, დოკუმენტური მასალაც იყო გაკვეთილის ბოლოს და იმასაც ვკითხულობდით ჩვენ და გვაინტერესებდა ეს ყველაფერი. აი ასეა მეგობრებო, წმინდა ილია მართლის გზით უნდა იაროს საქართველო, უნდა იაროს ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა მთავრობამაც, ჩვენ გვინდა ეროვნული მთავრობა, რომელიც სწორედ ერთს წაიყვანს წმინდა ილია მართლის გზით და რას გვეუბნებოდა ეს დიდი მამა, ეს დიდი მნათობი ჩვენი.
ერის დამფუძნებელი მამებში შედის ხო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მამა არის ჩვენი ერის დამფუძნებელი, რომ მოუფრთხილდით ერთადერთ საუნჯეს. ანუ ერთადერთ კი არა, იმ სამ საუნჯეს, მამულს, ენას და სარწმუნოებას. და მართლაც ეს ყველა ეპოქისთვის საჭირო ლოზუნგია, ასე ვთქვათ, რომ მამულს და ენას და სარწმუნოებას ყველა აწლეულში, ყველა ეპოქაში საქართველოს როგორც ეხლა ისევე მომავალში ყოველთვის დაჭირდება სამსახური და დახმარება. და მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე პარტია, რომელიმე არასამთავრობო ქართული ეროვნული, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას გვერდში არ დაუდგება და რაღაცა მასონურ, რაღაცა გლობალისტურ კონცეფციებს დაუდგება გვერდში. და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ მე ისე მოვიყვან ანალოგებს, რომ რა ხდება, როგორ უტევენ ეს გლობალისტური ორგანიზაციები, როგორ იშიფრებიან ისინი და სულ სხვა თემებს ემსახურებიან, მეგობრებო, აი ამ ეხლა მოდაშია, რა თქმა უნდა, აი ამ გენდერი, სოდომის დამკვიდრება, აი გენდერული თეორიების დამკვიდრება, მათ მოახერხეს ეს ამერიკაში და ევროპაში და ეხლა სწორედ აი პატარა ქვეყნებზე არიან გადასულები ეს პრესი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაცნაირად შეჩერდა და ტრამპის ჯგუფმა თითქოს ვითომ შეაჩერა, მაგრამ ჩვენ არ ვენდობით გლობალისტებს, გლობალისტია. ჩვენი მემატიანე ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არ გადაეჩევა მორიელი უკან სიარულს და არც ძაღლი თავისი ნარწყევის ჭამასო. ამიტომ ჩვენ გლობალისტებს არ ვენდობით. რანაირი გარნირიდაც არ უნდა მოვიდეს, მეგობრებო. რანაირი გარნირიდაც არ უნდა მოვიდეს. ამიტომ სწორედ ილია ჭავჭავაძე გულ ატკივებული ახალი წლის პერიოდში ეუბნებოდა თავის ერს გაზეთ ივერიაში ესეთი წერილებს აქვეყნებდა. ეს ტრადიციული წერილი იყო, რა გითხრათ, რით გაგახვაროთ. თავისერსა ესე გულმოკლულ მოწყენილ ქართველებს ეუბნებოდა, რომ რა გითხრათ, რით გაგახაროთ და იქ საკმაოდ ვრცელად წერდა იმის შესახებ, თუ როგორი მოუწყობელი იყო მაშინდელი საზოგადოება. ეს 1880-იან წლების პერიოდია, როდესაც გაზეთი ივერია აქვეყნებს მის ასეთ წერილებს ინტენსიურად და მისი რედაქტორებით გამოდიოდა ეს გაზეთი. და ილიას უნდოდა, რომ აი ახალი წლის ბოლოს შესჯამება გაეკეთებინა თავისი საყვარელი ხალხისთვის, რომ რა მოხდა კარგი ამ ქვეყანაში, რა მოხდა კარგი მის სამშობლოში და სამწუხაროდ არ იყო მის ხურჯინში, ესე იგი არ იყო ის დოვლათი, რითაც ქართველ ერს გაახარებდა დიდი ილია და დღესაც მე ვიტყვი იმას, რომ ვერ ჩვენ ხურჯინში მოიძებნა რაღაცა ხელშესახები, მეგობრებო, რომ ჩვენი ერი გავახაროთ. რა გავაკეთეთ, ვთქვათ, გინამთავრობამ ცალკე, გინა ჩვენ ცალკე. ყველანაირად ასე ვთქვათ, ხელცარიელები ვართ ამ ახალ წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიღაცა თაგუნიამ თავის სოროში არ შეაცუნცულა რაღაცა სარჩო საბადებელი, მაგრამ ამას ხო ცხოველებიც აკეთებენ, მეგობრებო. ვირთხებიც, ღნელებიც, ყველა ცხოველი თავის სოროში, ესე იგი გამუდმებულად რაღაცას შეარბენინებს ხოლმე, მაგრამ ადამიანი იმით განსხვავდება იმ თაგუნასაგან, რომ საზოგადოებისთვის უნდა იყოს და ალტრუისტი უნდა იყოს, ეგოისტი კი არა, ალტრუისტი. და დიდი ილიაც ამას გვეუბნებოდა, რომ გააკეთეთ მაქსიმუმი სამშობლოსთვის, გააკეთეთ მაქსიმუმი ქვეყნისთვის, ემსახურეთ მას. აი, რითი შეიძლება ვემსახუროთ ჩვენ თითეული პიროვნება. მე გეტყვით, რომ ჩემი აი სტუდენტობის პერიოდში აი ესეთი მოარული მოსაზრებები იყო გავრცელებული, რომ მე პარტიაში არ შევალ, მე ამას არ ვიკადრებ, იქ არ გავწევრიანდები და ერთი პერიოდი იყო აი სწორედ შევარდნაძე იყო ახალი მოსული და ჩვენმა თაობამ მე მახსოვს მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, თავის შეიკავა აქტიურებისკენ. და ვინ შევიდა ამ ორგანიზაციებში, იგივე იმ მოქალაქეთა კავშირში, იგივე იმ პარტიებში შევიდა ავანტიურისტები, მეგობრებო და ჩვენმა საუკეთესო ნასწავლმა ახალგაზრდობამ თავი შეიკავა. და რა მივიღეთ საბოლოო ჯამში, აი ამ პარტიებში, ამ მოქალაქეთა კავშირში, აი ამ იგივე შემდეგ პარტიებში, აღარ დავასახელებ პარტიებს, ხო, ნაცურ პარტიებში დღეს რა ვიცი, გონია 40-მდე ნაცური პარტია და
გეი პარადებით და რა ვიცი ეს გეი დღის წესრიგებით ესე იგი აგვიჭრელეს თვალები იცით თქვენ ეს რაც გააკეთეს და რაზეც მოაწერეს ხელი და აი ამ პერიოდში ხომ გეუბნებით ამ ხალხმა ესეთი რაღაცები ჩაიდინა რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით აი დღეს იმკვის საქართველოს მთელი თავისი სიმწარით ამიტომ პატრიონი ადამიანი უნდა იყოს აქტიური პატრიოტი ადამიანი უნდა გააქტიურდეს იმით არა მარტო თვითონ ფიზიკურად თავის ოჯახში თქვა არამედ ის უნდა გაწევრიანდეს ჩემის აზრით ქართულ არასამთავროებში უნდა გაწევრიანდეს ეროვნულ პარტიებში უნდა აქტიური უნდა იყოს საზოგადო კუთხითაც ესე იგი არსებობს პიროვნული აქტიურობა თავის სამეზობლოში სანათესაურში თქვა ოჯახში თქვა შვილებსთან ლაპარაკის კუთხით და უფრო პატრიოტულად აღზარდოს თავის შვილები მაგრამ საზოგადო აქტიურიც უნდა იყოს და ამაზე არ უნდა შევიკავოთ თავი იმიტომ რომ ძლიერი საქართველოს მომავლის საქართველოს წარმოუდგენელია თუ არ შევქმნით ძლიერი ეროვნული პარტიები ერთი კი არა ერთი ეროვნული პარტიის იმედად კი არ უნდა ვიყოთ 4-5 პარტიის იმედად უნდა ვიყოთ მეგობრებო 4-5 პარტია გვჭირდება ერთი 50-მდე 60-მდე ძლიერი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროში გვჭირდება მასმედია პრესა ტელევიზიები აი ვის ესე იგი რა პრობლემა არის იმისა რომ ჩვენ ხუთმა მეგობარმა დავაფუძნეთ ეროვნული ტელევიზია დიდგორი ეს არის Facebook ტელევიზია უბრალოდ ჯგუფი არის და გვერდიც გვაქვს და ჯგუფიც გვაქვს და თქვენ რომ აკრიფავთ ეროვნული ტელევიზია დიდგორი გახვალთ ან ჯგუფზე და ან გვერდზე ამის გაკეთება ყველას შეუძლია ესეთი ტელევიზიის 10,000 ხელმომწერი ყავს უკვე უფრო მეტი და მე შევატყვეთ რომ რეიტინგები ძალიან იზრდებოდა და ხელოვნურად იმ სწორედ ზუკერბერგის იმ ცნობილმა კანტორამ საქართველოში რომ მუშაობს დააგდო ეს რეიტინგები და ჩამოგვიკრო მაგრამ რეალურად რო შეხვალთ 10,000-ზე ვართ ასე თქვა გაყინულები თუმცა მე ვფიქრობ რომ კიდევ მეტი და მეტი გვიერთება და თქვენს გირჩევთ ნამდვილად რომ ეროვნული ტელევიზია დიდგორი ჯგუფი გვერდი აქ უამრავ კარგ მასალას ვდებთ ჩვენ ის რაც ამ ლიბერალურ მასმედიაში არდებს და აი ესეთი ტელევიზიები თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არა ხართ შეზღუდულები არა მარტო თბილისში უნდა გაკეთდეს რაიონში უნდა გაკეთდეს უნდა გაკეთდეს და ჩამოყალიბდეს აქტიური ჯგუფები ეროვნული ჯგუფები და წერედ შემდეგ უნდა მოხდეს აი ამ ჩვენი საზოგადოების ერთად გაერთიანება აი ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი თუ ეს ვერ გავაკეთეთ ჩვენ მეგობრებო ეს ლიბერალიზმი წაგულეკავს გლობალიზმი წაგულეკავს თავისი აი ამ მატყუარა მყვირალა მასმედიით უკვე ხომ გეუბნებით ხალხი ტელევიზორს აღარ უყურებს ამის გამო, იმიტომ რომ აღარ ჯერა აგრესიული ესე იგი გამოსვლებით, ტყუილი გამოსვლებით უბრალოდ გადაღლილი არის ადამიანები და არა და ძალიან ცოტა ესეთი კარგი მასმედიები როგორც არის ობიექტივი, იქ შევაქებდი და ნამდვილად ქართულ ტივის, არაჩვეულებრივი ტელევიზია, სალტე, ასევე Facebook ტელევიზია. აი ესეთი ტელევიზიის სიმრავლე უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ანუ ვიბრძოლოთ იმ იარაღით, რაც შეგვიძლია. ეხლა ჩემ მეგობრებს მიუბრუნდები, აი ბატონო გიგა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ აქტიური ადამიანი, აი როგორი უნდა იყოს ის, რამდენ სიბტყეში უნდა მოძრაობდეს? გამარჯობათ მეგობრებო. არც გიორგი მილაპარაკა ეხლა ბევრ საკითხზე და ბევრ ამაში მეც ვეთანხმები თავის თავად, მაგრამ პირველ რიგში რაც არის აუცილებელი ჩვენთან საქართველოში ქართველებს პირველ რიგში ღირსება უნდა დაუბრუნოთ. ამას მე ახლა პათეტიკურად არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი დღესდღეობით არის ძალიან დადრგუნული. იმიტომ რომ აი ამ წლების განმავლობაში მე ჩემ თავზეც ამ გამოსწილი და ძალიან ბევრი რაღაცა მინახია ჩემ ახლობლებში ზუსტად ეს დადრგუნვა ეს ადამიანის მართლა განადგურება, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველა ქართველ კაცს და ქართველ ადამიანს ეუბნებოდა რომ იცი რა შენ არა ხარ შრომელი ადამიანი, ეუბნებოდა რომ შენ არა ხარ თავდადებული, შენ არ აკეთებ ისეთ საქმეს, როგორი საქმეც მაგალითად არის უცხოეთში. შენ ვერ მოიპოვე შენი სარჩო, შენი საბადო, შენი პური და ქართველი მამაკაციც ძალიან დაიდრგუნა.
თქვენ კარგად იცით ძალიან რომ 90-იანი წლების მერე რომელიც ნუ არ ვიცი მე ჩემ თაობას და ჩემი თაობის აი ადამიანებს რომლებიც აი ამ 90-იან წლებში ვიყავით პატარა ბიჭები ახალგაზრდები მე ვეძახი მათ შეწირულ თაობას იმიტომ რომ რა ყველაფერი რაც კი მოხდა ყველაფერმა გადაიარა ჩვენი თაობის თავზე ომებმა სამოქალაქო დაპირისპირებამ და თანაც ეს ყველაფერი მოხდა ისეთ დროს და ისეთ სიტუაციაში რომ მართლა რომ არაფერი არ ვიცოდით ჩვენ რა იყო თავისუფლება რა იყო ზუსტად ის ურთიერთობები სახელმწიფოების რომლებიც თურმე უნდა დამყარებულიყო რა იყო თურმე ის რაც მაგალითად ჩვენ პარლამენტში უნდა გქონებოდა ჩვენ უყურებდით მაგალითად სეირს პარლამენტში დაპირისპირებებს და ამით ჯილს ვიცემდით გულზე და გვეგონა რომ თურმე პარლამენტი ესეთი უნდა იყოს ვერ ხედავდით იმას და ვერ ხვდებოდით იმას რომ თურმე რა უნდა გაგვეკეთებინა გავანადგურეთ ყველაფერი რაც კი ჩვენს ირგვლივ იყო ჩვენ არ გაგვინადგურებია პირიქით ჩვენ მართლა არავინ არ გვეკითხებოდა ეს იყო პირაპირ შემოსული დირექტივა და ზუსტად ეს არაეროვნული მთავრობები ანადგურებდნენ ქარხნებს, ანადგურებდნენ ფაბრიკებს, ანადგურებდნენ სოფლის მეურნეობას აბსოლუტურად რო განადგურდა ყველამ კარგად ვიცით სოფლის მეურნეობა როგორ იყო საქართველოში განვითარებული. ყველაფერი განადგურდა, რისი განადგურებას კი შეიძლებოდა და დავრჩით ახლა ესე. დღესდღეობით ახლა ლაპარაკობს ხალხი რომ იცით რა ქართველებმა ეს უნდა გავაკეთოთ, ქართველებმა ის უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. გავაკეთებთ, on პირველ რიგში ჩვენ უნდა ჩვენი თავის ვიწამოთ. ჩვენ უნდა ვიწამოთ ჩვენი თავის, რომ თითოეული ქართველი, თითოეული ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა, თავის სამშობლო უყვარს, ის არის პატარა აგური, რომელსაც შეუძლია ის თავისი საქმით ის აგური დადოს და ის პატარა საქმე გააკეთოს. ჩვენ უნდა ყველამ გავაკეთოთ. ყველამ გავაკეთოთ, აი ამ საქართველოში ყველამ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. ჯერ ისედაც ძალიან ცოტანი ვარ დარჩენილები და თუ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. ეხლა მაინც უნდა გამოვხიზდეთ. ზუსტად ამაზე მაქვს მე ლაპარაკი, რომ ყველაფერი რაც კი არსებობდა საქართველოში, რაც კი კარგი არსებობდა საქართველოში, ყველაფერზე მიდიოდა საშინელი დაწოლა და ბრძოლა. ბრძოლა იმისა, რომ ის კარგი რაც ჩვენ გაგვაჩნდა, რითი ჩვენ ქართველობას, რითი ჩვენ ვაჟკაცობას, რითი ჩვენ მეობას ვინარჩუნებდით, ზუსტად იმას დაარტყეს. ზუსტად იმას დაარტყეს და ზუსტად იმაზე იყო ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ ყველანი ვართ ცუდები. მოხდებოდა მართლა ერთი და ორი რაღაცა ცუდი მართლა ხდება საქართველოში, მაგრამ ეს ხო მარტო საქართველოში არ ხდება, მარტო ის მკვლელობა თუ გინდათ, ის ზალადობა, ეს ხო მარტო საქართველოში არ ხდება, მაგრამ მედიას მიყავდა ისე, რომ თურმე ეს ხდება მარტო საქართველოში. მიდიოდა მარტო ამაზე ლაპარაკი მთელი ტელევიზიების, დღესაც იგივე სიტუაცია, დღესაც ამაზე ლაპარაკობენ, რომ თურმე პირველი აი დასაწყისში როგორც კი ირთვება ტელევიზიების ანონსი კეთდება რომ ვიღაცამ მოკლა ვიღაცამ დაჭრა და ეს იმხელად ნეგატიური ინფორმაცია არის რომ ყველა ადამიანი იდრგუნება ყველა ადამიანი უკვე სხვანაირად გზნობს თავს და ის რაღაცა გასაკეთებელი რომელიც უნდა გააკეთოს იმაზე ვეღარ ფიქრობს და ზუსტად ეს იყო აი ამათი დავალებაც რომ ეს ქვეყანა ნელა-ნელა აი ზუსტად ამიტომაც გვეცლება ხელიდან დღესდღეობით ყველანი უნდა გამოვხიზდეთ დღესდღეობით ჩვენ ყველამ უნდა ვიწამოთ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ეს ქვეყანა არის ჩვენი ეს ქვეყანა ჩვენ გვაბარია ღმერთმა ჩვენ ეს ქვეყანა მოგცა ჩვენმა წინაპრებმა ამ ქვეყნის გულისთვის სისხლი დაღვარეს ათობით ათასობით და 100,000-ობით მილიონობით ადამიანი შეეწირა ამ ქვეყანას ჩვენ რო დავთვალოთ რა ვიცი ვერც დათვლი იმდენი ადამიანი არის ზუსტად ამ თავშეწირული ამ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ეს უნდა გავაანალიზოთ, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და უნდა ვთქვათ და უნდა ვიაზროვნოთ ისე რომ რა გვაქვს გასაკეთებელი, რითი გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში რაც მთავარია და რაც აუცილებელია, ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ამაში არის ჩვენი ძალაც, ამაში არის ჩვენი აი ყველაფერი რა, იმიტომ რომ არავინ არ თქვას რა და ვერავინ კიდე ერთჯერ ვამბობ, ყველას გვაქვს ჩვენი დანაშაული. ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვა ჩადენილი. ყველას იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები. იმიტომაც დავდივართ ეკლესიაში რომ ის ცოდვები მოვინანიოთ. ღმერთმა ჩვენ ეს პატივი გვცა და ღმერთმა მოგცა ჩვენ იმის ძალა რომ ჩვენ მოვინანიოთ ეს ცოდვები. და აღარ გავაკეთოთ მომავალში. ჩვენ ქვეყანას ჭირდება ადამიანები რომლებიც ყველანი ვინც კი არიან სულ ამაზე მაქვს ლაპარაკი რომლებსაც საქართველო უყვართ.
მე არ ვლაპარაკობ ოდიზიურ ფიგურებზე, რომლებსაც საქართველოს არ უყვარდა და არც საინტერესებთ საქართველოს გარწყინდება, არ გარწყინდება, ბედნიერი იქნება მოსახლეობა, არ იქნება ბედნიერი. ჩემთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც კორუფციაში არის, კორუფციაში მონაწილეობს, იმიტომ რომ ჩემთვის ის ადამიანი არის ჩვეულებრივი შადიმანი, მოღალატე. რომელსაც მართლა არ ვიცი რა, როგორ სამშობლოს მოღალატეს მე პირადად ისე გავასამართლებდი. იმიტომ რომ იმან რაც დღეს საქართველოში ხდება, თურმე ხდებოდა და ჩვენ რომ არ ვიცოდით, ეს იყო კატასტროფა. მე არ ვიცი თურმე ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით, რომ თურმე ეს ოდიზური ფიგურები ამას აკეთებდნენ და ჩვენ ეს არ ვიცოდით, ხო? ბევრმა ვიცოდით, მაგრამ უბრალოდ ამაზე არ ვლაპარაკობდით. დღეს გაერკვა თურმე რომ ის ფასები თურმე მომატებულია, წამლების ფასები თურმე მომატებულია ყველაფერი, მაგრამ ეს ნელა-ნელა ჩვენ აქამდე მიგვიყვანეს. იმიტომ რომ ჩვენი ღირსება დავკარგეთ. აგერ ახლა საფრანგეთში მაგალითად რა ხდება? ხო? გამოვიდნენ ფერმერები და ხელშეკრულება, რომელიც დადეს მაგალითად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან სახელმწიფო, რომლებიც ამათ პირადად ეხება, გამოვიდნენ და ისეთი უბედურება მოუწყვეს. სულ გაწუწეს პოლიციაც, შენობებით, საშინელი ფეკალიებით. იმიტომ რომ ისინი თავისას იცავენ. ჩვენ რა დაგვემართა ხალხო? ყოველდღე მართლა თავში გვირტყავენ, ყოველდღე რაღაცას გვიძვირებენ, ყოველდღე რაღაცით უზღუდავენ და ხმას არ ვიღებთ. იმიტომ რომ ჩვენ ღირსება დავკარგეთ და ეს ღირსება უნდა დავიბრუნოთ. ღირსების დაბრუნება არის ჩვენი ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. და უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაგებინოთ სულ ყველას, ჩვენ ვართ ქართველები. პირველ რიგში უნდა გაიგოს ჩვენო თავრობა. რომ ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც აი ეს ქვეყანა გვაბარია. და არა ვიღაცა 1-5-15 კაციან ჯგუფს, რომელიც დღესდღეობით ამას მართავენ და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ნუ რას უკაცრავათო რა იცოდა ერთმა ოდიოზურად მეტა ფიგურამ და იმის სიტყვას გავიმეორებ. მართლა ვერაფერს ვერ გააკეთებთ რა. თუ თქვენ ჩვენ არ დაგიდეკით გვერდით. და ერთი რაღაცა იცოდეთ კიდე რომ ეს ხალხი რომელიც დღესდღეობით კიდე თქვენს წინააღმდეგ გამოდიან, იმიტომ გამოდიანო თქვენ რაღაცებს მალავთ და რაღაცებს აკეთებთ, ხო ცუდს. აი იმ ხალხზე დგას დღესდღეობით კიდე საქართველო. ამ ხალხს მოუმთხილდით და ცოტა დაუკვირდით, ვის ეომებით, ვის ებრძვით. ვისთანა გაქვთ საქმე, იმიტომ რომ ხვალზე ეს ხალხი რომ აღარ იყოს, აღარც თქვენ იქნებით. ეს იცოდეთ რა და კიდე არის ბევრი სალაპარაკო აქ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ახლა ლაპარაკი არ არის, მთავარი არის რომ ჩვენ ცოტა დავფიქრდეთ ჩვენ თავზე და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ, აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. ღმერთმა დაგლოცოთ ხალხო, მე წინასწარ მინდა მოგილოცოთ სულ ყველას, შობა ახალი წელი. ჩვენი გადაცემა გიორგი იტყვის მერე, მაგრამ მე ჩემ სიტყვაშიც ვიტყვი რომ ხვალ მომავალ უშაბათს არ გავა, იმიტომ რომ ახალი წელი იქნება და ახალ წელს ყველა თავის ოჯახში შეხვდება და კიდე ერთხელ მინდა რომ აი ახალი წელი მოვა, ახალი შობა მოვა, აღნიშნავთ სულ ყველა და სხვანაირი ცხოვრება უნდა დავიწყოთ მომავალი წლიდან. მე იმედი მაქვს რომ ესეც იქნება რა და ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ეს მინდოდა მეთქვა. ნამდვილად ბატონო გიგა, ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს ძალიან კარგი სიტყვა არის, იმიტომ რას ნიშნავს ჩვენ ქართველი ერი გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი შვილებია ყველა, ვინც კი არის, რა სფეროშიც არ მუშაობს და სადაც არ უნდა იყოს, აქ თუ ემიგრაციაში და ჩვენ უნდა ერთმანეთს გავამარჯვებინოთ და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ყველას გვჭირდება ეროვნული მთავრობა. ეროვნული მთავრობა უნდა მოვიყვანოთ არჩევნებით. წესიერი მთავრობა, ალბათ ამ ეროვნული მთავრობის მოყვანას სარჩულად ექნება ის, რომ პარლამენტი აი ამ არჩევნების ფონზე იქნება ჭრელი, სხვადასხვა, ესე იგი პლასტის მოსახლეობისა და საზოგადოების ფენის პლასტის, ესე იგი ინტერესების გამომხატველი და დამცველი. მათ შორის ის ლიბერალებიც დაიკავებენ ალბათ იმ პარლამენტში რაღაცა პროცენტს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პატარა პროცენტი, არა ისე გაბერილი, როგორც წინა ესე იგი მთავრობებს ჰქონდათ ეს პარლამენტები. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მე ვფიქრობ არის ეროვნული, არის კონსერვატორული და სწორედ აი ამ კონსერვატორული საზოგადოების დომინირების ფონზე იმუშავებს ჭრელი პარლამენტი, მომავალში მე დიდი იმედი მაქვს, რომელიც ასახავს ყველა მოქალაქის ესე იგი მისწრაფებას და გააკეთებს და ჩაატარებს იმ რეფორმებს, რაც ასე წყურია დღეს საქართველოს. ბატონო ვაჟა, რა სიტყვით ამ თემაზე, ესე იგი ეროვნული მთავრობა, გვინდა არ გვინდა, როგორ არის საქმე?
მოგესალმებით ჯერ აუდიტორიას, მოგესალმებით დიდო ქართველებო და დიდო მსოფლიო მოქალაქეებო. რაც შეეხება ეროვნულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება. მაგრამ მე მაინც გონია, რომ ის წინა გადაცემებში რა ჩვენ პოზიციად ჩამოვაყალიბეთ, თუ არ დავუბრუნდით ჩვენ და არ შემოვიტანეთ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენი მაღალი ზნეობრივი ფასეულობები, რა თქმა უნდა, არც ეროვნული მთავრობა იქნება, ჩვენ გვყავდა ეროვნული მთავრობა ზოგადად გამსახურდია ეს პერიოდში, მაგრამ იქ საკმაოდ ნაკლები რწმენა აღმოაჩნდა მრავალ იმ პარლამენტის თუ პარტიული მოღვაწეების წარმოადგენლებს და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ეს ეროვნული საკითხები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზნეობრივ, ღვთაებრივ პრინციპების მატარებელ ადამიანებთან. თუ არ იქნება უფალი, იქ არც ეროვნული მთავრობა იმუშავებს და არც ეკონომიური მთავრობა. ანუ ქვეყანას აშენებს ღვთისა და ერის მადიდებელი და მსახური ხალხი და არა ეროვნული ხალხი. მთელი კაცობრიობის დღევანდელი ცხოვრება სწორედ მაგიტომაა ასე დაბრკოლებული, რომ ღმერთი მოგდა კაცობრიობისთვის რეალურად და ჩვენ ბუდიში ძვირფას უნიტაზებზე მეოცნებე პარტიებით, პოლიტიკურ მოღვაწეებით და სახელმწიფოებით ვართ ახდაცებული და არა როგორც ქართველი, ასევე სხვა მსოფლიო მართლმადიდებელი წმინდანებით ან ისეთი დიდი ზნეობრივი მოღვაწეებით, რომელთაც რა თქმა უნდა სხვა სახელმწიფოები და კულტურებით სავსეა. მთელი მსოფლიო წალეკილია მხოლოდ ნივთიერი კულტურის ახდაცებით და მისი თაყვანისცემით და არა იმ მთავარი პრინციპით, რაც შეიქმნა ფაქტიურად უფლის მიერ, რომ ჯერ არის სულიერი ცხოვრება და მერე რა თქმა უნდა მატერიალური ცხოვრება. მე მგონი ჩვენ შევთანხმდით წინაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო, უნდა ვისარგებლოთ ამ მართლმადიდებლური იდეოლოგიიდან გამომდინარე იმ სიწმინდეებით, ორი დიადი მცნებით, 9 ნეტარებით და 10 მცნებით, ასევე ილია ჭავჭავაძის მოწოდებით, რაც თქვენ ბრძანეთ და მე დავამატებდი კიდევ გაგახსენებდით, რომ პატრიარქის მოწოდებას ღმერთი სამშობლო ადამიანი ანუ მოყვას. ამის გარეშე არავინ თარი ეროვნული მთავრობა და არავით არის წარმატებული მთავრობები არ იქნებიან. ჩემი განმსახედიდან ასეა. რადგან აქაც ალბათ ისევ ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამის დამატება, რადგან ღმერთი როცა შემოდის, რატომაც ადამიანებმა წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ მარტო ჰორიზონტალში ვცხოვრობთ, არ ვცხოვრობთ ჰორიზონტალში, ვცხოვრობთ ვერტიკალიდან მოსული ძალით და აქ დროებით ვართ ამ ჰორიზონტალურ ანუ წუთისობრის ცხოვრებაში. და გაღმერთებული გვყავს ეს მიწიერი ცხოვრება, ანუ ჰორიზონტალური აზროვნებაც და ჰორიზონტალური კულტურაც. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი დამოკიდებულება ღვთის სამართალი, რომ რაც სახარებაში საკმაოდ კარგად არის გაშიფრული, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენი საქმიანობით, ფიქრით, აზროვნებითაც კი არ უნდა ვიყოთ ცოდვილები და უნდა შევეცადოთ ვიაროთ ღვთის გზაზე. და ეს არა მარტო სახარებისეული მოწოდება, არამედ ჩვენ გავხსენეთ წინა გადაცემებიდან კიდევ ჩვენი უდიდესი მეფეები, თუნდაც გაგახსენებთ ერთ მომენტს, ვახტანგ გორგასალს, მის ანდერს ეძებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსაო. ანუ თუ საქართველო არსებობდა და იარსებებს, ჩვენ გვინდა ქრისტიანული მართლმადიდებლური საქართველო, სადაც იქნება, რა თქმა უნდა, დიდი სულიერება პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა ელემენტარული მატერიალური კეთილდღეობაც, რადგან ოქრო და ბრილიანტი რა თქმა უნდა იმ დიდ სულიერებას და იმ დიდ სამყაროსულ სიყვარულს არბადებს, ჩვენ კარგად ვხედავთ სხვა რელიგიებში და კულტურებში, როდესაც ჩაურმავდებით, რომ ისინი და მათი მოსახლეობა არ არის ბედნიერი და რატომ არ არის ბედნიერი, რადგან იქ სრული სიყვარული არ არის, რასაც
ჩვენ თავაზობთ მათ. და თქვენის ნებართვით მე ისევ თუ ნებას მომცემდით არა მარტო ეროვნულ მთავრობაზე, არამედ ისევ სკოლაზე ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, რადგან ის ეროვნული მთავრობაც, ის ეროვნული საკაცობრიო მომავალიც, კეთილი მომავალიც მხოლოდ ისევ და ისევ ჩვენი შვილებით, შვილიშვილებით უნდა შეივსოს, მაგრამ დღეს ჩვენ წინაზე კი ვისაუბრეთ სკოლაზე, მაგრამ თლად ისე მთლიანობაში ვერ აღვიქვით და ვერ წარმოვადგინეთ სკოლაში არსებული პრობლემები, რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩემი პროფესიაა და ეს იღრმები მე უფრო ვიცი ვიდრე თქვენ, მაგრამ თუ ნებას მოცემთ ერთ-ორს ვიტყოდი მაგალითად, რომ ჩვენ ბავშვებს ვდით, როგორ იცით, კიდევ გაგახსენებთ, თქვენც კარგად მოგიხსენებათ, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები და არ აქვთ მოვალეობები. ანუ ჩვენ შევატრიალეთ იმ ღვთაებრივ აცნებაში არის რა პატივი ეცი მამასა და დედასა შენსაო. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი ამ გზნობით არ აღზარდეთ, არ განვიშალეთ, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში ახლა არის პირიქით. მასწავლებელი არის დამცირებული, ფაქტიურად მისი იმიჯი დასუსტებული და წინ წამოწეულია, რომ თურმე ბავშვს მასწავლებელმა რაც უნდა დამსახურებული იყოს, არ უნდა მიუთითოს სწორ გზაზე, იმ კეთილ გზაზე. არა მარტო აღზრდის კუთხით, არამედ თუნდაც საგანმანათლებლო კუთხით. ასეთი ბავშვები ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ასევე ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია სკოლაში კიდევ ერთი რამე. თუ არ შემოვიდა ჩვენ სკოლებში დიფერენცირებული სწავლება, რა თქმა უნდა ჩვენ უკან დაგვრჩება ეს ეროვნული მთავრობას და ქვეყნის მომავალს და რას გულისხმობ დიფერენცირებულ სწავლაში. პედაგოგი, რომელიც მოწოდებულია, რომ შეასრულოს თავის მოვალეობა ძალიან მაღალ დონეზე, მას არ ეძლევა საშუალება, რადგან ბავშვების ძალიან დიდი პროცენტი ფაქტიურად მე-7 კლასიდან არ არის ორიენტირებული სწავლაზე და მას ხელს უშლიან. ამიტომ თან დირექცია, სხვა ინსტრუქციები და დადგენილები და გამომდინარე ითხოვს, რომ აი სელქი ბავშვებიც კი, რომელსაც სწავლა არ უნდა, მათ წარმატებას უნდა მიაღწიონ სწავლაში. არ უნდა იმ ბავშვს სწავლა, რა ქნას ან დირექციამ და ან მასწავლებელმა. ამიტომ ჩვენ თავაზობთ ასეთ რამეს, მე და ბატონ გიორგის ჰქონდა ერთი 3 წლის უკან გადაცემა პედაგოგიკაზე, მე მაგალითად მოვიყვანე კომაროვის სკოლა, სადაც ასე სუსტ ბავშვებს საერთოდ არ აჭაჭანებენ. გასაგებია, ახლა კომაროვს თავისი სპეციფიკა აქვს მიმართულება, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივ სკოლაშიც გავაკეთოთ და რა კუთხით. შეიქმნას ძლიერი კლასები, შეიქმნას სუსტი კლასები და ორივე კლასში იყოს მობილობა, თუ სუსტი კლასიდან ვინმე გაძლიერდება და ენდომეოსრული თავისი წარმატებით გადავიდეს იმ ძლიერ კლასში, ხოლო თუ იმ ძლიერ კლასიდან ვინმე მოუკლებს სწავლას, ის გადავა იმ სუსტ კლასში. და დამიჯერეთ ჩვენ ამაზე მაშინ საკმაოდ კარგად ვიფიქრეთ, დაახლოებით 10 წელიწადში ჩვენ მივახცეთ არნახულ წარმატებას. თუ ახლა ერთი კომაროვი და ვეკოა სკოლა ქმნის მთელს ქვეყანაში რაღაც ფონს და გენიოსებს დის, მე შემიძლია დავიჯდებით გითხრათ, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს სკოლაში მუშაობის. დაახლოებით 25% ჩვენ ყავს გენიალური ბავშვები სკოლაში, მაგრამ ჩვენ მას ამ სხვადასხვა დადგენილებებით და შეზღუდებით ვერ პატრონობთ და ვერ ვაძლევთ მათ იმ განათლებას, რასაც მათი დონე და მათი მაძიებელი სულით ხოვლოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება მთელი ყურადღება უნდა მივაპყროთ ჯერ გაკვეთილის ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ, მერე ასე მთელი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ბავშვებს, რომელსაც ფაქტიურად სწავლის არავითარი სურვილი არ აქვთ და ძალიან ჩამორჩენილები არიან. აი ამ მდგომარეობით ასე დამოკიდებულებით განათლების სისტემისადმი არ ვიცი რატომ მივედით, მაგრამ სამწუხაროდ მისული ვართ აქამდე, პედაგოგებს რაც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებენ, დირექციებიც რა თქმა უნდა ცდილობენ რაღაც შუალედური რგოლი დაიკავონ, მაგრამ წინ მაინც წამოწეულია ის ფაქტი, რომ აი ამ სუსტ ბავშვებს უნდა მიეხედოს და არა იმ ნიჭიერ ბავშვებს, რომელიც ქვეყნის მომავალია. აი აქედან გამომდინარე, ჩვენ ვარღვევთ კიდევ თავარ იმ პრინციპს, რომ ბავშვი, რომელიც არ იმსახურებს ყურადღებას, არ იმსახურებს იმ სერიოზულ ზრუნვას, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებასაც ვერ ახდენს სკოლის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამ თაობებს კარგავთ როგორც
კარგი მონაცემების ბავშვების თაობას, ასევე რა თქმა უნდა, ის ბავშვები შეიძლება რაღაც სახელოვნებო სკოლებში გადანაწილდეს, შეიქმნას ის რაღაც ქსელი და იმ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, რომ თავისი ნიჭის შესაბამისად კი არ დაიკარგონ, კი არ დამცირდნენ ცხოვრებაში, არამედ მოეძებნონ თავიანთი მოწოდება, ეს სკოლების განათავისუფლონ თავიანთი ნაკლები აქტიურობით სადაგამო და მისცენ იქ დარჩენილ ნიჭიერ ბავშვებს საშუალება, რომ თავიანთი ცოდნა საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოადგენენ, ხოლო იმათ აითვისონ ის ხელობები და ცხოვრებაში თავიანთი ადგილი დაემკვიდრონ. და მე ვიტყოდი, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ წეღანაც შევნიშნე, რომ საოცარ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ძალიან დიდი ნიჭიერებით სავსეა ჩვენი სკოლები ჯერჯერობით და ხვალზე როცა ამ ბავშვებს თუ დავანახებთ, რომ ჩვენ მათზე ნიჭიერ ბავშვებს გულისხმობ, სერიოზულად ზრუნავთ, რა თქმა უნდა, ისინიც უფრო მაღალ წარმატებებს მიაღწევენ და ქვეყნისთვისაც ფიქრობ ძალიან კარგი იქნება. აი ეს მინდოდა მომახსენებინა როგორც ეროვნული თავრობის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის წარმატების თვალსაზრისით და ეს ჩვენი წარმატება რა თქმა უნდა ისახება არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ იქნება სოფლიოსთვისაც კარგი, რადგან ქართველებს ამის პოტენცია ნამდვილად გააჩნია. მადლობა ბატონო ვაჟა. ნამდვილად ეს 3-4 გადაცემა ფიქრობ, რომ უნდა ეს სერია გადაცემების უნდა მიუძღვნათ ჩვენ მეგობრებო განათლების სისტემას, საერთოდ რეფორმას განათლების სისტემაში და როგორ ხედავთ ჩვენ აი ამ განათლების სისტემის რეფორმას ჩვენი კუთხე ესე იგი ხედვის. ბევრ თემებზე შეიძლება ლაპარაკი. ეხლა აი ბავშვთან დაკავშირებით მე ჩვენი ბავშვობა და ყმაწვილკვაცობა მახსენდება, ბატონი გიგას დამეს თანხმება. სკოლის მაღალი კლასები, მე-9-10 კლასები და შემდეგ ინსტიტუტის წლები, მაშინდელი, ეს პრინციპში გარდამავალი პერიოდი იყო საბჭოთა კავშირისა და შემდეგ ეს პერესტროიკა და საბჭოთა კავშირის გრევის პერიოდი, ეს წლები იყო პრაქტიკულად ჩვენი ახალგაზრდობის წლები, საკმაოდ მძიმე წლები. 80-იანი წლებიდან დაწყებული 90-იანი წლებით დამთავრებული. აი ისეთ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ახალგაზრდობა, ქარტეხილებისა და რა გარდატეხების წლები იყო და საინტერესო ის იყო, რომ დასავლეთზე როგორი წარმოდგენა გქონდა. პრაქტიკულად, რასაც საბჭოთა კავშირში პროპაგანდა გვეუბნებოდა ჩვენ დასავლეთზე არ გვეჭერა, მიუხედავად იმისა, რომ გვეუბნებოდნენ, რომ არის მაგალითად აი ამერიკა რო ავიღოთ, არის რაღაც გამოვალი უმუშევრობა, არ გვეჯერა რომ არსებობდა უმუშევრობა, იმიტომ რომ ვერ წარმოგედგინე ესეთი რამე. საბჭოთა კავშირში ეს ცნება, ესე იგი მიღებული არ იყო, ხალხს არ ესმოდა ეს, რომ თქვათ ამერიკაში იყო პროპაგანდა ასეთი საბჭოთა კავშირში ამერიკის შესახებ, რომ უამრავი მოსახლეობა არის ბანკის ვალში, კრედიტში, თქვათ, კრედიტით კარგავს ბინას, მიწას, ყველაფერს. რომ არსებობს რასიზმი ამ ქვეყანაში, არც ეს გვეჯერა, არსებობს ამ ქვეყანაში ტოტალური უსახკარობა, არც ეს გვეჯერა. საშინელი კრიმინალი, არც ეს გვეჯერა. მოკლედ, ადამიანები ცხოვრობენ ქუჩებში, ცელოფნის პარკებში, ხიდების ქვეშ. აი ესეთი პროპაგანდა იყო პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის პროპაგანდის არ ვჯეროდა, მაგრამ შემდგომში, როდესაც ესე იგი მთელი მოსახლეობა ჩავიდა ამ ქვეყნებში და ეს ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა დღესაც ხდება, არსებობს YouTube, არსებობს უკვე პირდაპირ შეგიძლია Google-ის საშუალებით ლოს-ანჯელესის და კალიფორნიის ქუჩებში გაიარო და დაათვალიერო ის ქუჩები, ისეთნაირად წავიდა ეს ტექნიკა. მივხვდით, რომ სულ სხვა ქვეყანაა, რომ ჩვენი ეს ცისფერ სათვალეებში ნაოცნებარი ამერიკა, პურიტანული ამერიკა, სადაც მაშინ ამერიკელებს უნდა ვაღიაროთ, რომ ქონდათ პურიტანული ოჯახი და ოჯახის კულტი იყო და ეს მაინც ქონდათ შერჩენილი და დღესაც შეჩათ ამერიკულ ოჯახებს ეს პურიტანობა, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ გენდერული პროპაგანდის მოზღვევებამ დასცა ეს ქვეყანას ნეობრივად და დღეს ბევრი ქართული ოჯახი ბრუნდება ამერიკიდან, ბევრი ევროპული ოჯახი ემიგრანტები ბრუნდებიან ისე უკან ევროპაში, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვერ გავზდით იქ შვილებს, ვერ გავზდი მე ჩემ შვილს იქ, სადაც არის დიდი საშიშროება, შეიჭრას სკოლაში რაღაცა მანიაკი და
გადაწყილოს მთელი კლასში და აქ ამ უბდავიდარებაში ჩემი შვილიც მოხდესო. და ამავე დროს ბავშვი მოვიდეს, თქვათ, უცებ სქეს შეცვლილი, თქვათ. ან ესე იგი ის თამასა, ზნეობრივი თამასა, რაც ყველა ოჯახს აქვს, რაღაცა გარკვეული ზნეობრივი კრიტერიუმები, იმ კრიტერიუმს, თქვათ, ის შტატი, ან ის ქალაქი, ან ის სკოლა ვერ პასუხობდეს. ასე რომ ეგრეთ წოდებული girlfriend-ის და boyfriend-ის ესე იგი პოლიტიკა, ასე ვთქვათ, ჭყალებში, რაც უკვე იქ თურმე 12-13 წლიდან იწყება უკვე პრაქტიკულად ვერ აკონტროლებენ ამას მშობლები. ასე რომ თუნდაც ეს ზნეობრივი თამასის ასეთი ჩამოსვლა საშინელი, ესე იგი განხილვა მოახდინა როგორც იქაური მოსახლეობის, ასევე ჩვენი მოსახლეობის. მე იმას ვიტყოდი მეგობრებო, რომ საერთოდ ისეთი პროცესები მიდის, რომ ჩვენი შვილები და საერთოდ მომავალი თაობები გადასარჩენია ყველა ქვეყანაში. იმიტომ რომ პრაქტიკულად აი ამ ქაოსისა და უზნეობის ფონზე ალბათ მე ისეთი რაღაცა ვაკუუმი შეიქმნება, რომ კი ვარ შევიძენთ ერთმანეთს, არამედ უფრო დავკარგავთ, თუ რაღაცა სტაბილიზაციები არ მოხდა ამ ქვეყნებში. აი რა სიტყვით ბატონო გიგა, ზნეობრივი თამასა სანამდე შეიძლება ჩამოვწიოთ აი ამერიკასთან და ევროპასთან მეგობრობაში. სად არის ის ზღვარი? მეგობრებო, ეხლა გიორგიმ კითხვა დამისვა და მე ამ კითხვას ცოტა სხვანაირად განვიხილავ, სხვანაირი კუთხით. ეხლა დღესდღეობით ჩვენ გვყავს მართლა აი ბატონო ბაჟამაც ბრძანა, ძალიან მაგარი და ძალიან კარგი ახალგაზრდობა. რომლებსაც არ ვიცი, უბრალოდ უნდა მისცე იმის საშუალება, რომ განვითარდნენ და განვითარდებიან ძალიან მაღალ დონეზე. ყველა კუთხით, ყველანაირი მხრივ, მაგრამ ამას უნდა ხელშეწყობა. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ აი ეს ზნეობრივი კუთხით არის მთავარი, რომ ხელი შეუწყოთ ბავშვებს, რომ ისინი ზნეობრივად განვითარდნენ. ზნეობრივი განვითარება კიდე არის რა? რომ მათ უნდა უყვარდეთ თავიანთი გვერდით მყოფი პირველ რიგში. მათ უნდა უყვარდეთ თავიანთი ოჯახი. მათ ოჯახი უნდა დააყენონ პირველ ადგილზე. იმიტომ რომ ოჯახიდან ხდება ყველაფერი. ოჯახიდან იწყება ზუსტად იმ ბავშვის აღზრდის ის საფუძვლები, რომელიც საფუძველიც აუცილებელი არის ყველა ბავშვისთვის. აუცილებელი არის პირველ რიგში, მაგრამ ამის მაგალითი უნდა მიცეთ ჩვენ. მშობლებმა უნდა მიცეთ. დღესდღეობით რაც ხდება, ყველამ კარგად იცით, ხო? ოჯახები ინგრევა, პროცენტულად იმდენი ოჯახი ინგრევა, რომ არ ვიცი. კატასტროფა ხდება საქართველოში. ეს ყველაფერი მოიტანა ზუსტად იმ გენდერულმა თეორიებმა, იმ ფემინურმა თეორიებმა, ვითომ ფემინისტები და ქალი ვითომ საქართველოში დაჩაგრული იყო და ეს იყო ყველაფერი აბსურდის თეატრი, რომელზეც უბრალოდ ვიღაცეებმა ფული გააკეთეს და ხელი მოითფეს და ეს თეორიები შემოხტენეს ჩვენ. და დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე ქალი დაჩაგრული იყო და არა და ყველაზე ბედნიერი მე ვიცი. ჩემ ოჯახშიც და ჩემს ირული ვინც კი იყო, ყველაზე ბედნიერები იყვნენ ის ქალებატონები, რომლებიც ჩვენ თავზე გვეხვეოდნენ. და ისინი რო იყვნენ ბედნიერები და ისინი რო იყვნენ კარგად, იმიტომაც იყო, რომ ის ადამიანები საოცარ ვაჟკაც ბიჭებს და გოგოებს დიდენ. ამაზე აქ ლაპარაკი. როცა ის ქალიც და კაციც იქნება ბედნიერი, ყველაფერი იქნება კარგად. ამიტომ ერთ რაღაცას ვთხოვ მე ჩემს უფროს თაობას, მე ესე ვიტყვი ჩემს უფროს თაობას, ვეძახი მე ჩემ თაობას და იმ დედებს და მამებს, რომლებსაც შვილები ყავს. რომ შვილებს მივხედოთ, შვილებს ვასწავლოთ სიყვარული პირველ რიგში. რომ არ არის მთავარი ის, რომ შვილი იყოს კარგად ჩაცმული, კარგად დახურული, მთავარი არის, რომ კარგად ჩაცმული იყოს შინაგანად. შინაგანად იყოს ის სუფთა, შინაგანად იყოს კეთილი, მას შეეძლოს სიყვარული და მთავარი რაც არის, რომ თუ შეგვეძლება ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ბავშვები ვატაროთ ეკლესიაში. რომ ისინი გავზარდოთ ქრისტიანებად. ჯვრის ჩამოკიდება არ არის მთავარი ქრისტიანობა. ქრისტიანობა უნდა იყოს სულში, გულში. და იმას მოაქვს ის სიყვარული, ის სეკეთე, ის ბედნიერება, რომელიც ქართველი კაცისთვის აუცილებელია. ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა. აი ამას გთხოვთ მომავალი წლიდან მაინც, რომ მივხედოთ ჩვენ შვილებს ამ კუთხით. ორი წუთი გაქვთ, რომ ახალი წლის მილოცვა და თქვენი ეს პოზიცია შეჯამება. ჯერ ახალ წელს მიულოცო. მრავალ შობა ახალ წელს დასწრებულიყავით, პაციულო აურებლებო და ყოველივე სიკეთეს გისურვებთ, რაც შეიძლება ადამიანმა გისურვოთ.
და თქვენ ნებას მომცემდით ერთ პატარა ჩანართს გავაკეთებდი. როგორც ხელისუფლებისადმი ალბათ ვიღაც წარმომადგენელი მაინც უყურებს ამ გადაცემებს. ძალიან გთხოვთ გაანალიზდეს რა ხდებოდა ბოლო 2 წელი რუსთაველზე. რა თქმა უნდა ჩვენ ვაყენებთ და კიდევ არ დავზრდებით, ყოველთვის ამოვაყენებთ, რომ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს ღვთის სამართალი, ანუ უფალი უნდა იყოს ჩვენთან არა მარტო ეკლესიაში და ჩვენ ეკლესიაში გაგვახსენდეს ის, არამედ ყველგან, როგორც ოჯახებში, ასევე საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ეს შეიძლება მივახციოთ მხოლოდ და მხოლოდ აქტიური რელიგიური სწავლებით და თუ ნებას მომცემთ, ვიტყოდი რომ ისტორიის საფუძვლების რაღაც ფორმა რომ მოიფიქროთ და ბავშვებს პირველი კლასიდან მიასწავლოთ, რადგან წინაზე ბატონმა გიორგიმ კარგად აღნიშნა რომ როცა უფალს გვიგინებდნენ, სამშობლოს გვიგინებდნენ, წმინდანებს გვიგინებდნენ, გმირებს გვიგინებდნენ, პრეზერვატივებზე ახატავდნენ ჩვენ წმინდანებს, ჩვენ ახალგაზრდებს რეაქცია არ ქონია, მაგრამ როგორც კი დადგა საკითხი რომ ევროპას გვართმევენო 200,000 ბავშვი გამოვიდა. შეიძლება ახლა მათ შორის ყველა არ იყო რაღაც ძელეპროლად მოაზროვნე, მაგრამ ნახევარიც რო ავიღოთ, აი ასე დავკარგეთ ჩვენ დაახლოებით 100,000 ბავშვი და რომ კიდე არ განმეორდეს ეს ტრაგიკული მიმდინარეობა ჩვენს ბავშვთა აღზრდის სისტემაში, მისახედია რა თქმა უნდა მათი აღზრდის და მეთოდიკის საკითხები და თუ ამაზე ვინმე დაფიქრდება, ვისაც ეს ძალუც და არის პასუხისმგებელი, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. მადლობა ბატონო ვაჟა. მეგობრებო, ახალი წელი დადგება აუცილებლად. მთავარია ახალ წელს შევხვდეთ ახალი იმედებით. ჩვენ ქართველებს, ჩვენ ერს პესიმიზმი არ ახასიათებს. ჩვენი ერი ყოველთვის ოპტიმისტური იყო და იმას თუ გავიხსენებთ, რომ მარად ომში და ქართეხილებში მყოფი ერთხელში მას ხმალი ეჭირა, აი ჩვენ გლეხს გლეხი იყო მაშინ. ესე იგი საფუძველი და ბაზისი ქვეყნისა და მეორე ხელში სახნისი. და ეს რა არის თუ არა და სიმბოლო ოპტიმიზმისა. და რადგანაც ილია მართლის გადაცემის სადმე არის ეს ჩვენი მიზონელი გადაცემა დღევანდელის და სხვა გადაცემები წმინდა ილია მართლის გზით, გავიხსენოთ მისი ლექსი და მე მგონი ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს. დიდი ილია წერდა ამ ლექსს ჩემო კარგო ქვეყანაო, რაზედ მოგიწყენია. აწყო თუ არ აღწყალობს, მომავალი შენია. მე ძალიან საინტერესო, თუმცა ბევრნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია. მათ ახალთა აღიდინონ, შენ დიდების დღენია. აი მეგობრებო, სწორედ ახლებზე ალაპარაკი. აი მუცნობ ადამიანებზე, რომლებიც მოვლენ და აუცილებლად მომავალში საქართველოს აგვიშვენებენ. აი ეს ილიასეული ახლები. მე იმედება ჩემო მეგობრებო, ილიასეული ახლები, ის ახალგაზრდები, რომელიც ხელებს დაიკაბიცებენ და სხვადასხვა დარგში, ყველა დარგში ესე იგი შეუდგებიან საქართველოს აღშენებლობას. და რა ვიცი, მრავალს დავესწროთ, მრავალი შობა დღე გაგვითენდეს, დიდხანს ვიყოთ სიყვარულით, მეგობრობით და ვილოცოთ საქართველოზე და გქონდეს იმედი. იმედი რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება და ვიქნებით ყველა ბედნიერები. აი ხარ. მადლობა უფალს ყველას. მრავალს დავესწროთ.